თქვენ ახსენეთ, რომ ალბათ პირველი შემთხვევა იქნება თუ ამ თვეში შესაძლოა დამფუძნებლის დახმარება დაგჭირდესო ფინანსური, რომ მოიმსახუროთ ვალდებულებებს. შეგიძლიათ გითხრათ, მე კი ვნახე ბიზნეს რეესტრში, მათ შორის კვიპროსში არის თქვენი სასტუმროს მფლობელი კომპანია რეგისტრირებული, ან უცხოელი ინვესტორები არიან თუ მათ შორის ქართველები და ზოგადად აი ლევან დავითაშვილი ესე უყურებს ფართო სურათში ტურიზმში ყველაფერი კარგად არისო ჯამში ესეთი მდგომარეობა არ არის რომ დაგეხმაროთო აი დამფუძნებლები როგორ აფასებენ ხოლმე და მათ რა კითხვები აქვთ იცით რა ჩვენ და საბედნიეროდ ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ ეხლა დაგვიდგა ამ თვის ბოლოს ესეთი საჭიროება რომ ან მე პატრონისთვის ასე თქვათ ინვესტორისთვის და მიგვეკითხა და მოკეთ გითხოვა ეს ფინანსური დახმარება იმისთვის რომ ის ვალდებულებები რაც გვაქვს თანამშრომლების წინაშე გაგვესტუმრებინა ჯერჯერობით ამას ხდებიან თანამშრომლების ხელფასები არა ეს სასტუმრო 2016 წლიდან ოპერირებს მე-9 წელიწადია რა თქმა უნდა ამ 9 წელიწადში 9 ზამთარი გავიარეთ და არც ერთ ზამთარს არ ქონია ასეთი სიტუაცია და ეს არ არის მე ვლაპარაკობ ჩემს სასტუმროზე მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგისგან მესმის ასევე თბილისის ცენტრალური უბნებიდან. ოღონდ შეიძლება იცით ახლა ვიღაცა მეფიქროს რომ ჩემი სასტუმრო ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე ანუ რასელოდებით როცა ყოველ საღამოს ისე ვიკეტება რუსთაველი არა ამ წუთას ეს ფაქტორი არ ახდეს ნამდვილად გავლენას იმიტომ რომ რუსთაველი არ იკეტება ძალიან დიდი ხნით და აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმა აქვს იქ ამ ადამიანების დაჯგუფებას აქედან გამომდინარე მე ვლაპარაკობ სასტუმროებზე რომლებიც ბევრად მოშორებულია რუსთაველის ლოკაციას ძველ თბილისში მაგალითად ვერაზე მდებარე სასტუმროები რომელსაც აბსოლუტურად არანაირი შემხედლობა არ აქვს ამ წუთას იგივე თქვათ აი ამ ცხელ წერტილთან თუმცა აღარ არის ცხელი ეს წერტილი